ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იმედგაცრუებებისგან შედგება. ამას კი მოლოდინების შექმნა იწვევს. ამ მოლოდინებს ხშირ შემთხვევაში გამძაფრებით ჩვენ თავადვე ვიქმნით. ანუ ეგრეთ წოდებულ ოცნების კოშკებს თავადვე ვიშენებთ. სიმყარის არ ქონის გამო კი მათი უეცარი ჩამოშლა ჩვენს ემოციურ ჩამონგრევას იწვევს. გავითვალისწინოთ აქ მოცემული რამდენიმე რჩევა. თუ როგორ უნდა ავირიდოთ იმედგაცრუებები, ან უბრალოდ გავაგრძელოთ წინსვლა. გიზიარებთ ფსიქოლოგებისა და ნეირომეცნიერების მიერ შემუშავებულ და პრაქტიკაში აპრობირებულ 4 გზას, რომელიც დიდი ალბათობით იმედგაცრუებასთან გამკლავებაში უნდა დაგეხმაროთ. საკუთარ თავს მიეცით ნება, რომ ემოციები გამოხადოთ. ზოგჯერ შესაძლოა დაგეგმილი შვებულება გაგიუქმდეს, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობაში უნდა გაგეტარებინა. ეს რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედებს შენს განწყობაზე. მართალია ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ შენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ დადეგებს. როცა იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე, ადამიანები ხშირად ცდილობენ მომხდარი მოვლენის ნათელი მხარე დაგანახონ, რათა ოდნავი შვება იგრძნოთ. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. პირიქით, ცუდ სამსახურსაც გიწევთ ხოლმე. საჭიროა ბოლომდე დაიცალოთ ემოციებისგან და იმედგაცრუებით გამოწვეული ბრაზი ჩახშობის ნაცვლად მაქსიმალურად გამოავლინოთ. იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც თქვენი გრძნობების გამოხატვა შეგეძლებათ და რომელიც არ დაგამშვიდებთ იმის მტკიცებით, თუ რა დადებითი შედეგები მოხვება შეცვლილ გეგმებს. ამიტომაც ირჩევენ ხოლმე ფსიქოლოგებს, ანუ უცნობ ადამიანებს. გაანალიზეთ იმედგაცრუების მიზეზები. შესაძლოა საშინლად იგრძნო თავი იმის გამო, რომ ვერ მიიღე დაწინაურება, რომლისთვისაც შენი კვალიფიკაცია სრულებით საკმარისი იყო. ასეთ შემთხვევაში ადვილია იფიქრო, რომ ჩიხში ხარ. ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც ჩვენს ფიგრებში ხდება და შევადაროთ ისინი სინამდვილეს. გავაანალიზოთ კონკრეტულად რა გვითხრეს, როგორ მოგვექცნენ და თავი მოვუყაროთ მხოლოდ ფაქტებს. მომავლის პროგნოზები და ის პესიმისტური ისტორიები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყვებით მომხდარის შესახებ, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. გადახედეთ თქვენს აზროვნებას. იმედგაცრუება არის პასუხი იმაზე ნაკლების მიღებაზე, ვიდრე ელოდით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობთ. ზოგჯერ შეეცადეთ საკუთარ თავს უთხრათ, რომ სამწუხარო შედეგი გარდაუვალი იყო. ცხოვრება ხომ თეთრი და შავი ფერების კომბინაციაა. ნუ მისცემთ უფლებას იმედგაცრუებას, რომ ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების მიღწევაში. როდესაც შენ ცდილობ და მარცხდები, შესაძლოა ამან დანებება გაიწვიოს. გაბრაზება, სევდა, დანაშაულის გრძნობა, უხერხულობა და იმედგაცრუება დანებების საწინდარია ხოლმე. მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება და გეგმების სრულიად დავიწყება კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩაგაგდებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი.